გუსტავ ლე ბონი ერთ-ერთი პირველია მასებისა და ერების ფსიქოლოგიის კვლევის საკითხებში. წიგნში ავტორი განიხილავს ერის ერთიან ცნობიერებას, როგორც ერის სულს, რომელიც ყალიბდება კულტურის, ისტორიის და არქეტიპების საფუძველზე. ეს მისი ჩონჩხია, რომლის გარეშე ჩამოიშლება, რადგან ყველა ცივილიზაცია, რომელმაც დაკარგა საკუთარი სული, განადგურდა. ერის სულის კვალდაკვალ ლე ბონი გულმოდგინედ იკვლევდა კოლექტიური სულის უზარმაზარ გავლენას ინდივიდზე. როდესაც ინდივიდი ხდება ჯგუფის ნაწილი, მისი პიროვნული თვისებები ითიშება და აქტიურდება ჯგუფის საერთო სული. თუ აქამდე ის კრიტიკულად და რაციონალურად აზროვნებდა, ჯგუფში ის ემორჩილება პრიმიტიულ ემოციებს, შიშს, სიძულვილს ან ეიფორიას. ჯგუფური ფსიქოლოგია ასუსტებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობის აღქმას. ინდივიდი აღარ აზროვნებს როგორც მე, ის ინერციულად აზროვნებს როგორც ჩვენ. ეს ირაციონალური ქცევა ხშირად ვლინდება მასობრივ ფსიქოსსა და ძალადობაში. ლიდერები კი სწავლობენ მასების კომპლექსებს. ცდილობენ მათ ემოციურ აღელვებას, მათი ლოგიკური აზროვნების ჩახშობას. ქმნიან სტერეოტიპებს, ახდენენ სიძულვილის პროპაგანდას და მანიპულირებენ მასობრივი ფსიქოზით, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. ინდივიდი კი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს, რომ მისი აზრები და ქმედებები მის მიერ აღარ იმართება. ის ემორჩილება კოლექტიურ სულს, გათქვეფილი და კონფორმისტულია. არ ეჭობს საკუთარ თავისუფალ არჩევანზე, მაგრამ თუ მოისურვებდა ჯგუფიდან გამოყოფას, მისი თავისუფალი არჩევანი დადგებოდა საფრთხის ქვეშ. ლე ბონი თვლის, რომ აუცილებელია ინდივიდმა ისწავლოს, როგორ გამოარჩიოს თავის აზრები ჯგუფის გავლენისგან, რაც მოითხოვს მუდმივ თვითრეფლექსიას. ეს ნამდვილად ჩემი აზრია? ემოციების იდენტიფიცირებითა და მართვით, კრიტიკული აზროვნების განვითარებითა და განათლებით. შესაძლებელია მასის გავლენისგან განთავისუფლება და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარის დაბრუნება, წერს ლე ბონი. წიგნი არამხოლოდ სოციოლოგიითა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის არის ღირებული, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს რა გავლენა აქვს მასზე მასების ფსიქოლოგიას, როგორ უნდა შევინარჩუნოთ და განავითაროთ ერის სული, ჯანსაღი გზებით და რა უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ პროცესში თითოეული კრიტიკულად მოაზროვნე მასების გავლენისგან თავისუფალი ინდივიდის არსებობას.